სამართალი არის სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება. სტუდენტობა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა დაიუფლო შენთვის სასურველ პროფესიას. გარდა ამისა, ეს არის პერიოდი, როდესაც ხდება შენი პიროვნული განვითარება, იძენ ახალ მეგობრებს, პროფესიულ კავშირებს, პროფესიულ უნარებს. სწავლობდი სამართალზე, ნიშნავს, რომ შენ გაქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიაღწიო წარმატებას, განავითარო შენი პროფესიული კარიერა მრავალი მიმართულებით, მათ შორის დასაქმდე როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, გახდე მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, წარმატებული კომპანიის იურისტი და ასე შემდეგ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი მდიდარი აკადემიური წარსულის მქონე უნივერსიტეტი, რომელიც უკვე მრავალი წელია ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. უნივერსიტეტის სტუდენტებს თავაზობს თანამედროვე სწავლის მეთოდებზე დაფუძნებულ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფილია კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით, პრაქტიკოსი ლექტორებით და დარგის სპეციალისტებით. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს გააჩნდეს ის საბაზისო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც მას გახდის კონკურენტუნარიან შრომით ბაზარზე და ხელს შეუწყობს დასაქმების პროცესს, განსაკუთრებით მისი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპს. ჯიუს სამართლის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკოს იურისტებთან ერთად ჩართულები იყვნენ სამართალწარმოების პროცესში და რეალურ ვითარებაში, რეალურ გარემოში დააკვირდნენ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს. ანალიტიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულება. აბიტურიენტებს ურჩევდი, რომ თუ მათ აქვთ мотивация, რომ მომავალში იყვნენ წარმატებული პროფესიის წარმატებული წარმომადგენლები, მათ უნდა აიჩიონ იურისტის პროფესია და შემოუერთდნენ ჯიუს სამართლის სკოლის დიდ ოჯახს. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ნამდვილად არის ყველა ეს პირობა და შესაძლებლობა, რომ თქვენ მიიღოთ ხარისხიანი უმაღლესი განათლება. განათლება არის ადამიანის წარმატებული მომავლის და საზოგადოებაში ღირსეულ წევლად დამკვიდრების წინაპირობა. ამდენად სასურველია, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოიყენონ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი, აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში და არასდროს შეწყვიტონ თვითგანვითარებაზე ზრუნვა.